ჯერ ვაკეთებთ ცომს, ისუსაც არ გჭირდებათ. 375 გრამი ფქვილი, 35 გრამი კარაქი, 65 გრამი შაქარი, 145 გრამი რძე, 5 გრამი საფუარი, 1 ცალი კვერცხი, 2 გრამი მარილი და 1 გრამი ვანილინი. პირველ რიგში უნდა გავაქტიუროთ საფუარი, ამიტომ უნდა გავათბოთ რძე ოდნავ დაახლოებით 65-70 გრადუსამდე, შემდეგ გადავარიოთ სხვა ინგრედიენტები. ამიტომ მოვყევით. პატარა ქვაფში გაათბეთ რძე, დავამატეთ საფუარი და დააცადეთ 5 წუთი რომ გააქტიურდეს. შემდეგ დავამატეთ კარაქი, შაქარი, ვანილინი და მარილი და კარგად გახსენეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. შემდეგ აიღეთ მიქსერის ჯამი, ჩაყარეთ შიგნით ფქვილი და დავამატეთ მანამდე გაკეთებული საფუარიანი მასა და დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში კარგად მოძილეთ, სანამ არ მიიღებთ ესეთ გლუვ ცომს. ჯამში ჩაასხით ზეთი და დავუსვენოთ პირველი დასვენება. ეს ჩვენი ცომი გამზადდა უკვე და ეხლა უნდა დავასვენოთ და უნდა ამოფუვდეს და გაორმაგდეს ზომაში. ამიტომ ეხლა მე შევინახავ მე ღუმელში და გასწავლით კიდე ერთ ხრიქს თუ როგორ უნდა ამოვაფუოთ ძალიან მალე ჩვენი ცომი. ამას შევდგავ აქ, ასევე შევდგავ ადუღებულ წყალს, შექმნას ტენიანობა და ასევე იწიოს ტემპერატურამ და უფრო მალე ამოფუვდეს ჩვენი ცომი.